მოგესალმებით, არასიმბოლურით 11 გრძელდება. დღეს მირაკლი წარმოგვიდგენს კიდევ ერთ ახალ არასიმბოლურ ფეხბურთელს. წარმოგიდგენ გიორგი, ოღონდ ამასობაში თქვენ გამოიწერეთ, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, იაქტიურეთ, გვიყურეთ და გააგებინეთ სხვებს. ესე იგი, ვინ მოვიყვანე დღეს? ცუიოში ვატანაბე თუ გაგიგია? ვატანაბე ესეთი ფეხბურთელი გამიგია, მაგრამ ეს ცუიოში იყო თუ მე სხვა ეგ არის. ცუიოში ვატანაბე არის იაპონელი ფეხბურთელი, ამპლუით მცველი, რომელსაც თვლი რომ ეკუთვნის ჩვენს არასიმბოლურ ნაკრებში ადგილი. რატომ? აი დავიწყოთ თავიდან მოვყვეთ და გავიდეთ ბოლომდე. ესე იგი, ცუიოში დაიბადა იაპონიის ქალაქ საიტამაში. არაფრით გამორჩეული ქალაქია, თუმცა აქ მაინც ერთი სახასიათო რაღაცა, რითიც გახდა უფრო პოპულარული. რა შეიძლება იყოს შენი აზრით? მიწისძვრის მუზეუმი. არა, კარგი ვერსია, მაგრამ არა. მიწისძვრის მუზეუმი არ არის. ეს ქალაქი ცნობილი გახდა ანიმეთი. რომელი ვიღაც ანიმეს მოქმედება ხდება? აი ზუსტად. პოპულარული ანიმე ჩემი მეგობარი ტოტორო, ასე ქვია. აი ეს მოქმედება ხდება ამ ქალაქში, საიტამაში. იმათი ფარგო არის? თვითონ ჩემი მეგობარ ტოტოროში რა ხდება? ხო. მამა და მისი შვილები, გოგონები გადადიან ამ ქალაქში საცხოვრებლად, ავადმყოფ დედას უნდა მიხედონ, მოუვარონ რაღაც და უჭირთ რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე და ბავშვები ერთობიან ტყეში. იქ გაიცნობენ ტყის სულ ტოტოროს, მის მეგობრებს, დამეგობრდებიან და უამრავ ჯადოსნურ თავგადასავალს შეხვევიან. აი ეს ხდება ამ ანიმეში. მოკლედ ამ ქალაქში დაიბადა ჩვენი ცუიოში და ფეხბურთი შეაყვარა ძმამ. უფროსი ძმა ყავდა, რომელიც ფეხბურთელი არ იყო, მაგრამ დაყავდა თამაშებზე, ეთამაშებოდა ფეხბურთს, უყვებოდა ისტორიებს და ამანაც რომ გამოთქვა სურვილი, რომ მეც მინდა ვითამაშო, ძმამ მაგრამ დაუჭირა მხარი. მშობლები იყვნენ ძალიან წინააღმდეგები. რომ არ უნდათ საით უბიძგებდნენ. გეტყვი, მივალთ მაგამდე. და ამან თავისი გაიტანა მიუხედავად იმისა, რომ რა გუნდშიც დადიოდა რაღაც ახალგაზრდა საბავშვო გუნდში, ტრანსპორტში ხანდახან 4 საათი ჭირდებოდა გზავრობა. და მაინც დაიწყო არიში და მე მოხვდა საფეხბურთო კლუბ ტოკიოს ბავშვთა აკადემიაში. 15 წლამდელებში იყო და რო გახდა 15-ის აკადემიის მწვრთნელი, დირექტორი, მოადგილე, მასაჟისტი და ვიღაცები მივიდნენ და შენო ძალიან დაბალი ხარო. ასაკთან შეფარდებითო. შენგან არაფერი არ გამოვაო და ამიტომ ფეხბურთს უნდა შეეშვაო. და გამოაგდეს. აქ გაიხარეს მშობლებმა, მოკიდეს ხელი, წაიყვანეს სკოლაში. წაიყვანეს ქალაქში. ხო, სკოლაში დააბრუნეს და სწავლისკენ უბიძგეს. ამანაც მაგრად ისწავლა და მერე ჩააბარა უნივერსიტეტში, ჩეოს უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. სხვათა შორის პროფესიით ეკონომისტი არის და ისე კარგად ისწავლა და წარმატებული ტიპი არის ამ სწავლაში, რომ უნდა რომ ფეხბურთს თავს დაანებებს, ეკონომიკას მიაწვეს, თავისი ბიზნესი მართოს, ოღონდ რაღაც სპორტის მიმართულებით. რა ჩაფიქრებული არ ვიცი ცუიოშეს. მოკლედ ჩააბარა უნივერსიტეტში და აქ მოხდა სასწაული. ხო იყო 1.60 მ. პირველივე წელს აი ტანია იყარა 20 სანტიმეტრით კი? 20-ით. და უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდში აიყვანეს. დაიწყო იქ თამაში, ანუ დაბალი იყო თორე თამაში კი იცოდა იქ ტოკიოში და აქ თუ გაიზარდა და თამაში დაიწყო, უკვე ტიპი გაეძრო რა. და მაგრად ითამაშა. ითამაშა ისე რომ უნივერსიტეტების ლიგა მოიგო. ეს ვარსკვლავი გახდა
თან კარგად სწავლობდა, ბიჭი არ ჯობდა უნივერსიტეტში რა. იმ ტოკიოდან ეს შერწყმენილება დაურეკეს. დაურეკეს რა მივიდნენ. ბოდიშები უხადესად მაგათ ბოდიშები ხო იცი? დიდ ხანს თავის დაკვირვებით რაღაც დღე იქნებოდა. ხო, და დაბრუნდიო ტოკიოშიო. ჩვენო გაგვიხარდებოდა, ჩვენ გუჩთო იქნებოდა და ცუიაშემაც ისე უყვარდა ფეხბურთი, რომ კაიო. და 20 წლამდე პროფესიულად არ უთამაშია რა ფეხბურთი. უყარიან რაღაცები ადრეულ ასაკში გააფორმეს კონტრაქტი ისე ეს. ამან ისწავლა, განათლებაც მიიღო და წავიდა ტოკიოში ითამაშა. და ტოკიოს მერე ეგრევე ამოყოთავი ევროპაში. ბელგიაში. აქაც მაგრად წავიდა მისი კარიერა კორტრაიკი, სწორად ვამბობ? კორტრაიკში იყო თავიდან და ეგრევე შეაყვარა გულშემატკივრებს თავი, იმიტომ რომ პირველ სეზონში ყველა თამაში თითქმის 90 წუთი ითამაშა. და დაევასათ რომ ეს რა ბიჭია, თან მაღალი განათლებული ეკონომისტი. ახლა სიტყვა პასუხი არ ეშლება. და მოკლედ მაგარი ბიჭი გაიჩიტა რა. აქედან მარტო ფანებს არ მოეწონა გენტს. წაიყვანეს გენტში. გენტი უფრო ის არის მაღალი დონის კლუბი არის კი და გენტშიც ისეთი იყო. იაპონური მიდგომებით უდგებოდა ვარჯიშსაც, თამაშსაც, გამოირჩეოდა სიმშვიდით, სიწყნარით, არ ყვიროდა, არ რეალებდა, არ ჩხუბობდა, არ სწავლობდა, არ ეწეოდა. გასახდა სალაგებდა, კი ბატონო. და შეარქვეს ჩუმი პროფესიონალი. ესეთი ზედმეტსახელი. ხო და მე აღმოჩნდა რომ ეს არ არის მისი პირველი ზედმეტსახელი. პირველი იყო წრიპა. არა, ეტყვი რა იყო. მანამდე ქონდა კიდე ზედმეტსახელი. აბა. ჯერ თავი განვე თვითონ ცუიოში სიტყვა სახელი ხო ქვია. ის მნიშვნელობას ატარებს. ძლევამოსილი რაინდი. ხო, ამას ნიშნავს. და 8 წლის რო იყო, აი იქ რა 4 საათი რო დადიოდა ხოლმე. იმას ვარჯიშებს. რაღაც თამაში ბურთს თავი აცილა. და სახით დაეცა იმაზე რა მიწაზე. მეტყობა ციოდა თუ რა იყო, მყარენია დაგიდახდა რა გაყინული მიწა. და ეს ცხვირი გადაიტყავა რაღაცეები. და რო წამოდგეს სისხლი მოდიოდა. და ნუ მიცვიდნენ რომ ეგონათ რომ 8 წლის ბავშვია სახიდან სისხლი მოდის იჭღავლებს იტირებს. და მან არა უმაცადეთო ეს მაისურია იყო და მოვიწმინდა ამას და ეს მთელი სისხლი გაიზილა რა სახეს და შევარდა სტადიონზე და ბურთს გაეკითა. ხო და ამის მერე დაარქვეს ნამდვილი იშიზაკი. რა არის? ნამდვილი იშიზაკი არის ანიმეს პერსონაჟი. ეს ანიმე ყველაფერში არის იაპონიაში. და ის არის რა სუპერ გმირივით ტიპი არის ეს იშიზაკი. ოღონდ რა ძალა აქვს იცი? ყველა დარტყმას სახით იგერიებს. ან სადაც არ უნდა მოუქნიონ, ეს სახეს ახვედრებს. და მაგარია. ის თავია. ხო. ხო და მოკლედ ნამდვილი იშიზაკი ერქვა, მე გოგითხარი ჩუმი პროფესიონალი და სუჩუმად იყო. მას არ იღებდა ერთადერთი გამონაკლისის გარდა. რაღაც თამაში მოუგია გენტს და ყველა რომ მიჩვეული იყო რომ ეს სუიოში წყნარი ბიჭია და ხმას არ იღებს, გასახდელში შევარდა. რაღაცა იაპონური სიმღერები ჩართო და მარტო დახტო და მღეროდაც ეკვალდა. მორჩა, გამორთა და იმის მერე ამის ხმა ისევ არავის არ გაუგია. ხო და ესე ლამაზად გადავიდა მე ფეინორდში. წაიყვანა ფეინორდმა. ფეინორდშიც კარგად დაიწყო. მეორე თამაში მე მგონი, ნუ აი საწყის ეტაპზე რა, პირველში არა, მეორეში ან მესამეში დუბლი გაახერხა მცველმა ბიჭმა. ეგ ტერმინი შენს ჩაგებეჭდა ყველა. გაახერხა? კი. სულებული ტერმინია ჩემ. ხო რა, ტელევიზორიდან წამოსული ტერმინი არის, არ ვიცი საიდან და რომელი ასაკიდან, მაგრამ ხო. გაახერხა. ისეთია. ბიჭო, ქართული ტერმინია, რა, გაახერხა რა, მიდგამოდგა არის. ანუ ცოტა მარტო მისარგინდა რა ფეხბურთის ოდნა არ გინდა კიდე რაღაცები მოახერხა რატოა გაახერხა არის მოახერხა რომ თვითონ იჩაჭა გაახერხა რომ ვიღაცები შეაწუხა ჩემთვის
ხო და იმერეთში იქნებოდა წაახერ ხაი ხო წაძველ ბიჭო ელემენტი აქ ხომ მოძველ ბიჭოა კი ბატონო ხარ წაძველ ბიჭო ხო მართალია ის თამაში ფეინორდმა წააგო 2-5 მაგრამ აგერ ჩვენ მოწუიოში ფეინორდი არ გწონს როგორც ბიჭო კი მე ნიდერლანდური ფეხბურთი მიყვარს და ისე არ ვარ რომ რახან აიაქსი უფრო მიყვარს ისინი არ მიყვარს ფეინორდი რატო ქვია იცი აბა მითხარი აქ ვერ ნახე ვერაფერი იაპონიაში და ნიდერლანდებს მიადექი ხო ის არ ვიცი რაღაც გუნდები ვიცი ახლა ტოკიოში რა ის და მეტი არც უთამაშია იქ იაპონიაში აბა ფეინორდი რას ნიშნავს არის ორტ გერმანულად ადგილი რა კურორტი არის საკურნალო ადგილი აქაც ფეინორდში ორდ არის ადგილი და ფეის ადგილი მე ჩაგიძიო ერთი წამ კაცის სახე აი მუხრანის ველი როგორც არის ჩვენ კოტორანტკარი ხო და ეგეთი რაღაცა ფეინო იქაო ხო მე ის მეგონა ნორდი მეგონა ჩრდილოეთი არა ნუ არის იმათის ფეის ადგილი აჰა იგი გაფართოვდა იგი მაგრამ მე მეგონა თქო ხო ეს რო გაფართოვდა როტერდამი ხო მიადგა ფეის მიწებს ხო იმას იმ სახელით მიერთეს და მე უბანია რა ეხლა ხო ნიშნავს ანუ ძირითადი გუნდი შეგიძლიათ ხო რომ როტერდამში სპარტაა რატო როტერდამის სპარტა ანუ გარეუბანია და მიერთეს თავის დროზე თავის დროზე აი ვაკეთს სოფელი ეხლა სიწლის წინ მაგრამ ეხლა მიდიაბა ამ ფეინორდში რო გადავიდა იქ დახვდა თავისი თანამემამულე აი ასე უედა ხო დახვდა თუ ის მივიდა პირველ და ის მოვიდა ხო რა მნიშვნელობა მოკლედ ორნი არიან იაპონელები როტერდამში და სულ ერთად არიან ვარჯიშის გარეთ მისვლა რაღაც დღესასწაულები იქნება მასარიღებენ ანიმეებს უყურებენ და თემმა გუნდმა დაარქვა დაქორწინებულები ხო და ამათაც არ წინთ რა ხარიათ რა პრობლემა არისო ხო იციან რომ ერთად მოძრაობენ და ერთობიან და ხალისობენ თუმცა გააბრაზდნენ სხვა რამეს აი თანამეცხედრეები უნდა დაერქვა თანამეცხედრის გაგებით დაარქვეს ხო არ ვიცი შეიძლება მაგას ნიშნავს მაგრამ თარგმანში ესე ამოვაგდა რომ დაქორწინებულები ხო და გააბრაზდნენ ეხლა ამ სოფლიო ჩემპიონატის წინ რომ გაიყვა რომ იაპონია და ნიდერლანდები ერთ ჯგუფში არიან და პირველ თამაში ამათი არის ну რა თქმა უნდა ყველგან არის და როტერდამის ფეინორდსაც აქვს თავისი ჩატი არ ვიცი ეს Instagram ჩატია, Facebook ჩატია თუ სიგნალი თუ კონტაქტი თუ რაც არის. აი აქსის ჯაშუშებმა და ნუ წავიდა გლაბუცი რა, იმანის დაწერა, ამანის დაწერა, ეს და ამ გლაბუცში შემოელანძღათ იაპონია. ვა. და ცუიოში და აი ასე გაბრასდნენ. ოღონდ ხმა არ მოუღიათ ჩატში, უბრალოდ გაბრაზების სმაილიდან სულ. ხო, აი ის რა ქებიანი და გაწითლებული სმაილი რო არის. ალბათ ეგ არის. ხო და ეს ამბავი ეგრევე არ გაბაზრდა რა. მე გასკდა. და როდის იცი? თამაშის წინ, სანამ დაიწყებოდა ნიდერლანდები იაპონია, ჟურნალისტები მივიდნენ ცუიოშისთან და აი ასესთანაც ალბათ. ხო, რა სიტყვია რა არისო თქვენი კომენტარი, ნიდერლანდებში თამაშობთ და ესეთი თამაშია, ნაცნობებს ხვდებით ისე და ცუიოშიმ ერთი წინადადება თქვა. გაფუნტო ივასეტაი, ესე იტყოდა რა, გაფუნტო ივასეტაი. და წავიდა. და ნუ გაუკვირდათ და რო გადათარგმნეს არის რომ მინდა დავამცირო და მოვაკეტინო. აი ეს ჩუმი ბიჭი ეძახე შენ. ხო, მაგრამ ვერ დაამცი. ხო, თუმცა მოკეტინა, ხო, მაგრამ ვერ დაამცი. ხო და მე რატო და მე გაიყო რომ თურმე ჩატში იყო რაღაცეები. ხო. აი ნალაპარაკები და ხო, რა ჩატის პო. კი და ესე ამოასხა ამ წყნარ ბიჭს ცუიოში ვატანაბეს, რომელსაც მე 2 ნომერს მივანიჭებდი. შვიდობაში. ხო, ორი ხო არ ხარ წინააღმდეგი რომ იყოს ეს ჩვენს 11-ში.
მაშინ მაყურებელი მით უმეტეს არ არის და ნიშნად ამისა გამოიწერენ და ლაიქებენ და კომენტარებენ და სხვებსაც ეტყვიან. და ხვალ რომ გვიყურონ. და ხვალ აქცე ჩვენ ისევ აქ ვიქნებით და უკვე ახალი ფეხბურთელით.